მაყურებლის რაღაც ნაწილს ქონდა განცდა, რომ კეკე ბაძავდა ჩიკას და შენი აზრით ბაძავდა? ჩემი აზრით კეკედან გამომდინარე ვისაუბრებ, მგონია რომ არ ბაძავდა. უბრალოდ რატომღაც ხო, ასე ჩანდა. თუმცა არ მგონია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე იყო გამართლებული, რომ ალბათ იმიტომ რომ მაინც ერთ გარემოში იყვნენ, ერთ სივრცეში, ერთ რეალურად გვანახულმა ერთმანეთს. სასტავში ესე ვთქვათ და მაინც თან ხა ეჭვიანობის მომენტიც ექნებოდა ამას თავიდან. კი, ხო, გვაქვს ჩემი და ჩიკას წარსულიდან გამომდინარე, ალბათ ყობა იყო რაღაც ისეთი შინაგანი ჩუმი. მაგრამ მაინც შენთვის ავტორიტეტი იყო ჩიკა, არა? კი, კი. ეხლა როგორც თაკოს ისე მინდა კითხო, შენს პერსონაჟს რა მიდგავ ხარ? ჩაცმის სტილით. ძალიან გამიმართლა, როდესაც მხატვარმა მითხრა, რომ გაძლევს სრულ თავისუფლებას. უბრალოდ რა თქმა უნდა, ყველა გადაღების წინ უთანხმდებოდი, რომ ამ სცენაში ამას ჩავიცმევ, იმ სცენაში იმას და ძალიან კომფორტული იყო, როდესაც ჩემი სამოსით მიწევდა თამაში. განსხვავებული პერსონაჟია, არავის არ გავს ნამდვილად ამ სერიალში. თავზე გეკეთა ხოლმე მაგას რა. თავსაბურავი, ჩალმები. მაგის დავინახე ყველაზე თითქმის გარშემოს შეკრული აქ. ოკეი, все მოდივარ. და ვერ გავიგე, ახლა ყოველ დღე ჩიკასთან უნდა იარო? აუ, ნუ შემეცი რა, წადი დალიედი ეს ბამე და თავი დაიმშვიდე რა, ჩიკაზე მელაპარაკები, ქვეყანა იგრევა. ხო და რა გაგშორდები, ყავდეს მე ეგ შენი ქვეყანა. კი და დღემდე სულ წერს ხოლმე მომხმარებელი და რამოდენიმეჯერ პირადად ჩამიწერია ვიდეო და ამიხსნია რომ როგორ უნდა გავიკეთოთ ეს თავსაბურავი. კი, ჩალმა. ნუ შენ ძალიან გიხდებოდა ეს. მე რო დავიხურო, ალბათ არ მომიხდება. არა, შენს mogixდება. უამრავი ვერსია არსებობს, რომელიმეს მოძებნი, რომელიც mogixდება რა. მეც მომიხდებოდა. თავარია სურვილი, მგონია რომ თუ მეც მომახდინდი ერთ კი, აი, შემდეგ სეზონზე რომელიმე სცენაში მინდა რომ გაგიკეთო. ერთ სცენაში გაუკეთე ჩალმა რა. ექსპერიმენტინოთ. თქვენ როგორც წყვილს ისე მინდა გკითხოთ. კეკეს და ვატიკანას თქვენი აზრით უყვართ ერთმანეთი სინამდვილეში? აუ, მეც მგონია რომ კი. აი, უყვართ მოწონ. კი, აი, ყველანაირად იმის მიუხედავად რომ რაღაც პონჩში შეიძლება რაღაც სიტუაციაში ურთიერთ საპირისპიროც იყოს რა, ეს ყველაფერი თვითონ პიროვნებაც, თვითონ თავისი ყველაფრით მეც სხვანაირი ვიყო როგორც ვატიკანა, მაგრამ აი იმდენად ავსებენ ერთმანეთს, იმდენად უხდებიან, იმდენად ერთ რაღაცა დიდ ბალანსს ქმნიან. კი, რაღაცა თვალს ხუჭა. თან ბოლომდე ერთმანეთს, ხო, ბოლომდე მიყვებიან ერთმანეთს. ეს ხო ეჭვიანობს შენზე იმ სცენაში, სადაც გონია რომ სადღაც ნახალოკელი საყვარელი ყავსო თუ დიღმელი საყვარელი ყავსო. სანამ აღმოაჩენს რომ სინამდვილეში პოეტურ საღამოებზე დადიხარ. აქ რომ ნაგავიყრია, ეს ჩემი ლექსებია. აქ რომ ვარდები ყრია, ეს ჩემი გრძნობებია. აქ რომ სუნია ცუდი, ისევ ჩემი ყარს ფული. აქ რომ ჯალათი მღერის, მოწყwari არის ერის და აი მოვედი. ტყუილით დაღლილი, სიმართლემ დამღალა. ხო და გაიწიეთ. მეც მინდა რომ აქ წამოვწე. მახსოვს რომ ერთი სცენა მქონდა, სადაც საკმაოდ ისევ ტიროდი ეჭვიანობის გამო. აუ, კარგი კეკე რა, კარგი გეხოცები დამშვიდი. რებს იგონებ რა, დიღომში საყვარელი გოგო, კარგი რა, ვაფშე ვიგითხრა ეგ. მითხრეს, მარუსკას დედა მიყავდა საავადმყოფოში და დაგინახეს სასწრაფოს მანქანიდან. აუ, ჩიგა. რა, არ იყავი შენ? კი, მეც მახსოვს. მაქამდე იყო მე მგონი ეგ სცენა. სანამ ამოიღებდი მაგ ყველაფერს. მე დამახურავდი თავზე. მე იყო რომ მაგას მერჩინა საყვარელი. გასვაკეთებ რა. რო გაიგებ რომ პოეტია. კი, რო გავიგებ რომ პოეტია, ამას მეუბნებოდი. ფუ ნეტა საყვარელი ყოლოდა მაგრამ. აი, მაგას ჯობდა საყვარელი ყოლოდა ზუსტად მახსოვს და მე მახსოვს შენი რეაქცია და რო გახოდი და კარი მოაჭა. გაიგო რომ თურმე პოეტი ხარ. ძალიან საშინელება. მაგას მერჩინა რომ საყვარელი ყოლოდა. ამ ხელა კაცი დადიხარ და ლექსებს წერ.